სერიალის ოფიციალურ რელიზს წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა და ფონდი ქართული გალობა. ღირსი მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ. Green Olive Films-ის ნაწარმოებს. სცენარის ავტორი იორგოს ციაკასი. ოპერატორი კოსტას ტრიანტაფილო. კომპოზიტორი ტუომას კანტელინენი. რეჟისორი სტამოს ცამისი. წმინდა პაისი. ფარასიდან ზეცაში. გთხოვ მომეცი. არა. როცა ბერად აღიკვეცები, მაშინ წაიკითხავ. მომეცი, გთხოვ. დინარეში შედი და მოგცემ. არა, არსენი, არ შეხვიდე. პავლე, შენ ნუერევი თორემ მოგხვდება. დავი და ანებე, მისი შეგირდია. თუ დინარეში არ შეხვალ, შენს წიგნსაც დავხევ და შენს შეგირდსაც ვცემ. არა, არსენი, არ შეხვიდე. ფეხსაცმლით შედი. ახლა მომეცი. აიღე. წმინდა ვაღათია, შემეწიე. წმინდა ვაღათია, შემეწიე. მოვარტყა. ეი, ბერო. ცოტა ასწდა. ბერო. ბერო, რას აკეთებთ? ბერს ვესვრით. შეწყვიტეთ. შემეშვით, თავი დამანებეთ. არსენი, ფრთხილად. წმინდა ვაღათია, შემეწიე. მაპატიე წმინდა ვაღათია. ნიკოსაც და ბასილისაც აპატიე. არ იციან რა მხილა ტანჯვა გამოიარე. ისე? როგორ გაუწელი ამ ყველაფერს? ძალიან გიყვარდა ქრისტე. რა სისულელეს გეკითხები? შემიძლია რომ მეც შენსავით შევიყვარო? არსენი! პავლე! აი გამომართვი. წაართვი? მადლობა. რა დაგემართა? სისხლი მოგდის. არაფერია. დანარჩენი ციპოვე? ხო, აქ არის. შეიძლება წავიკითხოთ შემდეგ რა მოხდა. მოიცადებ ნახავ, სად გავჩერდით.
ცემეს? როგორ შეძლო რომ ამდენ წამებას გაუძლო? მეც ამაზე ვფიქრობდი. ალბათ იმიტომ შეძლო რომ ქრისტე ძალიან უყვარდა. შენ გაუძლებდი? მასავით რომ ყვარებოდა გავუძლებდი. როგორ უნდა შევიყვაროთ ქრისტე, როცა ვერ ვხედავთ? ხო, მაგრამ გრძნობთ. როგორ? ჩვენს გულებში ვგრძნობთ. ასევე ხატებზე ვხედავთ და ვესაუბრებით. ხო, მაგრამ შეძლებ ისე შეიყვარო, რომ წამებას გაუძლო. არ ვიცი. გინდა ერთად წავიდეთ და ბერება დაგვიკვეცოთ. და რას აკეთებენ ბერები? უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. არ დაიღალე? უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. არსენი არ დაიღალე? მოიცადე. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. მე დავიღალე. კარგი. არ წავიდეთ? ხვიმი არ მოგწონს? კარგია, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ აქ? მოდი სადმე სხვაგან წავიდეთ. კარგი. კარგი. წამოდი მესვეტეები გავხდეთ. ვინ უნდა გავხდეთ? მესვეტეები დიდი მოღვაწეები იყვნენ. მაღალ სვეტებსა და კლდეებზე ადიოდნენ და მრავალი დღის განმავლობაში რჩებოდნენ იქ. და რას აკეთებდნენ? ლოცულობდნენ პავლეს, სხვა რა უნდა გაეკეთებინათ. ფეხზე იდგნენ და მრავალი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ. ერთი წიგნი მაქვს მესვეტეებზე, მოგცემ და წაიკითხე. იქ მაღლა რას ჭამდნენ? არაფერს. რამე ბალახს თუ იპოვიდნენ. არჯობია მხტვლები გავხდით. პურს შევჭამთ, კოლიოს. დღესასწაულებზეც დაგვპატიჟებენ. ზოგჯერ ქათმის წვნიანსაც შევჭამთ. რას ამბობ, პავლე? რას ვამბობ? ფოფოდიებიც გვეყოლება. მოიცადე, ნახავ, სადაც სწავლობ და მესვეტის ცხოვრება მოგეწონება. მერე აღარც ქათამი მოგინდება და აღარც ფოფოდია. არსენი, გადავწყვიტე. ჯობია მღვდელი გავხდე. კარგი. წმინდა აღათიას ცხოვრების წიგნს არ მომცემ? გადმომიგდე. ოთხი დღის შემდეგ კვინტიანემ კვლავ დაიბარა გოგონა ქალაქის მცირე ამფითეატრში თავის გასამართლებლად. თავარს ძალიან გაუკვირდა, როცა ის განკურნებული ნახა და იფიქრა, რომ მას ოლიმპოს ღმერთები დაეხმარნენ. თუმცა გოგონას არ მოერიდა ყველას წინაშე ეღიარებინა, რომ ის იესო ქრისტემ განკურნა. მის მიერ სარწმუნოების დაჟინებით აღიარებამ თავარი განარისხა. მან ბრძანა, ნახშირი გაეხურებინათ, მასში თიხის ნამსხვრევები მოითავსებინათ და ზედ მოწამე დაეყენებინათ. აღათიამ ეს სატანჯველიც უდრტვინველად დაითმინა
უცებ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეტნას ვულკანიდან ცეცხლი, გავარვარებული ქვები და ლავა წამოვიდა, რომელიც ყველაფერს განადგურებით ემუქრებოდა. ეს ყველა მღვდიური სამართლიანობის ნიშნად მიიჩნია. ქალწულის მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო და ტირილით შეევედრნენ მთავარს, რომ შეეწყვიტა მისი ტანჯვა. მთავარმა იფიქრა, რომ შეიძლებოდა ხალხი აჯანყებულიყო. ამიტომ ბრძანა აღათია კვლავ დილეგში ჩაეგდოთ. საშინელი წამებისგან გათანგულმა აღათიამ ძალა მოიკრიბა. ხელები ზეცისკენ აღაპყრო და თავისი უკანასკნელი ლოცვა წარმოთქვა. შემდეგ კი შვიდად მიაბარა სული უფალს. იდგა 251 წლის 5 თებერვალი. 5 თებერვალს აღესრულა? არსენი წმინდა აღათია 5 თებერვალს აღესრულა? ჩემს დაბადების დღეს? ჩემი წმინდანი ყოფილა. არსენი მისმენ? Τι κάνεις? რასაკეთებ? შეშას ვაგროვებ. თავი დაანები, ბავშვები მოაგროვებენ. სად არის? აქ არავინაა? გოგოები ზოისთან წავიდნენ. ბიჭები? რაფაელი და ხარლამპი დესპინასთან არიან ყანაში. არსენი? ალბათ წიგნს კითხულობს სადმე. ევლოგია. კითხვა კარგია, მაგრამ მანაც უნდა შეასრულოს რამე სამუშაო. ასრულებს პროდრომე, როგორ არ ასრულებს? ასრულებს არა? ასრულებს. მუშაობაზე უარს არასოდეს ამბობს. მაშინ იპოვე და უთხარი რომ მოვიდეს და შეშა შეაგროვოს. მე მოვაგროვებ. ევლოგია. კარგი. წავალ, სადმე ახლოს იქნება. არსენი! არსენი! არსენი არ გესმის? არსენი! წმინდაო აღათია, შემეწიე რომ შენნაირ ერთმენა მქონდეს. სირთულეებს გავუცლო და ქრისტე მიყვარდეს. არსენი, უნდა წავიდეთ. დაგვიღამდება. ჩამოდი. არსენი მომშივდა. რა დაგემართა? შენ თვითონ რა დაგემართა? მანდ უნდა დარჩე? სადაცაა დაღამდება. ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ. რას ამბობ? მე უნდა წავიდე. მომშივდა. მოდი მწუხრის ლოცვა წავიკითხოთ. არ გესმის რას გეუბნები? შიმშილისგან მკვდები. კარგი. შენ წადი და მეც მოვალ. ერთად წავიდეთ სანამ დაღამებულა. გთხოვ, ჩამოდი. სად ვართ? დავიკარგეთ? არა. რა არა? არც კი იცი სად ვართ? იცი? არა. არა? ხომ გეუბნებოდი დაღამდება მეთქი? გეშინია? არა. ცოტა ხანს დამიჭირე. ახლა რაღაც აკეთებ. არსენი, რატომ არაფერს მეუბნები? სიმართლე მითხარი. იცი სად ვართ? არა, მაგრამ ნუ გეშინია. ჯვარი გაგვიწვება. რას ამბობ? ამბობ, რომ ჯვარი გაგვიწვება. ანდრეც წავუყვანი ვარ იქ, სადაც მინდოდა. ნუ გეშინია. აცხოვნე უფალო, ერი შენი. დააკურთხე, სამკვიდრებელი შენი. წლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა, ხმრთივ დაცულსაერსა შენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა. აცხოვნე უფალო, ერი შენი. დააკურთხე სამკვიდრებელი შენი. არსენი!
სათხარ დალოცველა. ღმერთო რა უყო ამბავს. არსენი. წმინდა ბარბარე. გევედრebe შემეწია. არსენი. არსენი. იცი რამ ხელა ძალა აქვს ჯვარს? ჰაჯი ეფენდიმ ჯვარი გადასახა კაცს, რომელსაც ხანჯალი ჰქონდა აღმართული მის მოსაკლავად და ხელი გაუშეშდა. მართლა? რას ნიშნავს მართლა? გგონია გატყუებ? ყუილის თქმა ცოდვაა. ისევ გეშინია? დამშვიდდი. იცოდე ყველას ვინც მონათლული ვართ, ჩვენი მფარველი ანგელოზი მუდამ გვერდით გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ორი ანგელოზი გვიცავს. ჯვარი და ჰაჯი ეფენდი. რატომ უნდა გვეშინოდეს? არსენი. დედა შენია. ჰა, არსენი. გისაყვედურებს, მერე ნახავ დედაჩემი რას მიზამს. არეჩხუბო დეიდაევლოგია. ძალიან მოსწონს კლდეზე ლოცვა. კლდეზე? კლდეზე ახვედი? თხასავით აირბინა. ადრე მესვეტეებიც ადიოდნენ. მესვეტეები ბავშვები არ იყვნენ. ოთხარი ჯობია მღვდლები გავხდეთ მეთქი. რომ ჩამოვარდნილიყავი და მომკვდარიყავი. პავლე რომ ჩამოვარდნილიყო დედამის რას ეტყოდი? პავლე არა მოსულა. არსენი რასაც აკეთებ არასწორია. ყველაფერზე თავის გასამართლებელი პასუხი გაქვს. ღმერთს არ უყვარს თავის მართლება. ადამმა 64 იმის გამო დაკარგა რომ თავის მართლება დაიწყო. არა და უნდა ეთქვა მაპატიე, მამა შეცდომა დაუშვიო. მაპატიე დედა შეცდომა დავუშვი. რა გიყო ახლა? ასეთი საყვარელი მაინც არ იყო. დეიდაევლოგია შეგიძლია დედაჩემს უთხრა რომ მეც საყვარელი ვარ. იქნება არ მომხვდეს. კარგი პავლე, ვეტყვი. წავიდეთ. დეიდა საჭმელი გაქვს? დილიდან არაფერი გვიჭამია. პროდრომე გთხოვ ვარსცემო. ევლოგია, მისთვის 1000 ჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სანამ დაღამდება სახლში უნდა დაბრუნდეს. ყველანი სახლში უნდა იყვნენ. რაფაელიც, რომელიც მათ შორის ყველაზე დიდია, ხარლამპის და სხვების. კარგი, ასე აღარ მოიქცევა. ხო, ასე აღარ მოვიქცევი. ზუსტად იგივე თქვი იმ საღამოსაც სასაფლაოზე რომ დაეხეტებოდი. იქ იმიტომ წავედი, რომ სასაფლაოსი მეშინოდა. წაკითხული მაქვს, რომ როცა რაღაცის გეშინია, უნდა შეებრძოლო. ო? ახლა არ გეშინია რომ გცემ? მეშინია, მაგრამ სამართლიანი იქნება. ადექი. წადი დაიძინე. ღამე მშვიდობისა. მოიცადე. დღეს შენი მასწავლებელი შემხვდა. არაფერი დამიშავებია. მითხრა რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო სწავლა გიმნაზიაში. რადგან ყველაფერს ადვილად ითვისებ. გააგრძელებს, როგორ არ გააგრძელებს? ჯერ კიდევ აქვს დრო სანამ მე-6 კლასს დაამთავრებს. დედა სწავლის გაგრძელება არ მინდა. არ გინდა? რას ამბობ, ჩემო ბიჭო, რატომ არ გინდა? მინდა რომ დაგეხმაროთ. გაჭირვებით გაგაქვთ თავი. ჩვენ გამო უსწავლელი არ უნდა დარჩე. უსწავლელი? წერაც ვიცი და კითხვაც. მთელი დღეები შრომობთ, რომ შვილები არ ჩინოთ. არ მინდა ზედმეტი ხარჯი დაგიმატოთ. გადავწყვიტე დურგალი გამოვიდე. რას ამბობ, შვილო? მომწონს, ხომ იცი მომწონს, როცა რაღაც ნივთებს ვაკეთებ. ერთია როცა რაღაც ნივთებს აკეთებ და მეორეა როცა გინდა ხელოსანი გამოხვიდე. გაუძლებ, რთული სამუშაოა. გავუძლებ, მამა, გავუძლებ. შეხედე? ჩვენი ქრისტეც ხომ დურგალი იყო. მომწონს, გავუძლებ. Acatalipton esti tote lumenon en si que aquelis que brotis mitropas en agni. კოჩა ღარსენი. გისმენ, გიყურებ და მიხარია. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. ამას დააკვირდი? უყურე და ნახე როგორ ვაკეთებ. მიდი, სადე. კოჩა ღარსენი.
მისმინე, რაღაცას გეტყვი. რადგან ჩემთან მოხვედი, თუ სწავლის სურვილს გამოიჩენ, მხოლოდ კონიცაში კი არა, მთელ საბერძნეთში საუკეთესო ოსტატი იქნები. დამიჯერე. გაიღიმე. მედი გაიღიმე. რა იყო? არ გჯერე, რასაც გეუბნები. ჯერა ოსტატო ნიკოლას, მჯერა. აქ ვარ და სწავლის სურვილიც მაქვს, ასე რომ მასწავლე. ოჩახ, ჩემო არსენი. ასეთი შეგირდები მჭირდება და არა უქნარები, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ უნდათ. ოჩახ, არსენი. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, ღმერთმა. გეშინია? გეშინია? ნუ გეშინია. კეფაში თუ წაგითაკებ ხოლმე, უფრო დიდი ოსტატი გახდები. ღვთისმშობელსა, მობიერად შეურდეთ ჩვენ ცოდვილნი ესე და გლახაკნი. ხრვალითა ცრემლითა ღაღად ვყოთ სიღრმით გულისაით. ჰოი დედოფალო, წყალობითა შენითა შემწე მეყავ ჩვენ. სასოო მორწმუნეთაო, სწრაფლ შემეწიე. რამე თუ წარწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა. ნუ გარე მიაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად. რამე თუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა და ღვთისა შენისა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. ღვთისმშობელო, დაიფარე მთელი სამყაროს ბავშვები და ჩემი შვილები. გაუნათე მათ გონება და შეეწიე. ყოველთვის შენი ძისა და ჩვენი ღმერთის გზაზე ატარე. ნუ დაუშვებ, რომ რომელიმე მამ გზიდან გადაუხვიოს. შენ მიმართ სასოება მაქვს, ჩემო დედოფალო. გონება გაუნათე ჩემს არსენის. თუ უფლის ნებაა, რომ ის საქმე აკეთოს, რაც აირჩია, მაშინ შეეწიე. თუ არადა, შეაფერხე და მოგვეცი ნიშანი, რა იქნება მისთვის უკეთესი. ის ბევრ სასწაულს ახდენდა. მივეჩვიეთ და უკვე ბუნებრივად მიგვაჩნდა. ბევრს მოღვაწეობდა, ძალიან ბევრს. და ღმერთიც უხვად აჯილდოვებდა თავისი მადლით. ახლა როცა ვიხსენებ ხოლმე, ვამბობ, რომ სწორედ ამ სასწაულებმა განგვიმტკიცეს რწმენა და მტრები ფარასიდან შორს შეაკავეს. ვინაიდან ჩვენი სოფელი განცალკევებული იყო და თურქეთის სიღრმეში მდებარეობდა, თან მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა ზეწოლასა და მუქარას, ნამდვილად სასწაული იყო, რომ სარწმუნოება შევინარჩუნეთ. ეს სასწაული ღმერთმა მამა არსენის მეშვეობით აღასრულა. სხვა სასწაულებზეც მომიყევი, კიდევ რა ჩაიდინა ბიძია პროდრომე. იმდენად ბევრი სასწაული იყო, ჩემო არსენი, არც კი ვიცი, რომელი მოგიყვე. უამრავი სასწაული აღასრულა ჩვენმა მოძღვარმა. უამრავი ადამიანი განკურნა. მუსლიმიც და ქრისტიანიც. მათ არ განასხვავებდა. მაგრამ როცა დაინახავდა, რომ ჩადენილი სასწაულის შემდეგ ადამიანები მისით აღვრთოვანებულნი იყვნენ, უკმეხად ეუბნებოდა. რას ფიქრობთ? წმინდანი გგონი ვართ? მეც სოდვილი ვარო. თქვენზე უარესი ცოდვილი ვარო. ხომ ხედავ? განვრისხდი კიდეც. ამ სასწაულებს ქრისტე აღასრულებს. მე უბრალოდ ხელებს აღვაპყრობ და ვევედრებიო. მამა არსენი წმინდანია? აბა არ არის? მაშინ რატომ არ გვაქვს მისი ხატი, რომ დაყვანივცეთ? ეგეც იქნება, ნუ ჩქარობ. და მის ტროპარსაც ვიგალობებ? თუ გალობას ისწავლი კი? ხომ მასწავლი, არ გისწავლებია? მოდი. მოდი, აბა ვნახოთ რა ისწავლე. ღირს არსი იპოვე. აქ არის. ჩვენიერი. დაიწყე. ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელი ქმენ. ყოვლად უბიწოთ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესა ქერუბიმთასა.
და აღმატებით უზესთა ესსა სერაფიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვის აღმრთისასა ხოლო საღვთის მშობელსა გალობით გადიდებთ კარგად ვიგალობე კარგად იგალობე მაგრამ გულით არ განიცადე არ განვიცადე ჰაჯი ეფენდი მეუბნებოდა ხოლმე პროდრომე გალობა მხოლოდ მელოდია არ არის მასში სულიც უნდა ჩადოო წმინდანს უგალობ ღვთისმშობელს ქრისტეს იმის შეგრძნება უნდა ჰქონდეს რომ იმ დროს როცა მას უგალობ შენ წინ დგას და გისმენს თუ ამას იგრძნობ მაშინ შეძლებ მათაც აგრძნობინო ვინც გისმენსო მერე დაამატებდა ხოლმე სიმდაბლით პროდრომე სიმდაბლით დამლოცეთ მეთქე პასუხობდი და მეუბნებოდა კიდე გლოსავ მაგრამ ძალიან რთულია იპოვო ისეთი კარგი მგალობელი რომელიც თავმდაბალიც იქნება ყურადღებით იყავი პროდრომე მტერი ღვთისმსახურების დროსაც შეიძლება იყოს ჩასაფრებულიო ძალიან ბედნიერი ყოფილხარ ბიძია პროდრომე ნეტაუმეც გამეცნო შენ მისი სახელი ჰქვია თავის მემკვიდრედ დაგტოვა ეს ცოტაა არა მომწონს კიდეც როცა ამას მეუბნებით მაგრამ მე შინია ნუ გეშინია მისი ლოცვა კურთხევა ყოველთვის შენთან იქნება ისე ვიგალობე და ამჯერად სულიც ჩადე მასში ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო კონიცა 1929 წელი რომელი მარადის სანატრელი ქმენ ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა უპატიოსნეს საქერუბიმთასა და აღმატებით უზესთა ესსა სერაფიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა ხოლო საღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ την όντως Θεοτόκον σε μεγαλύνομαι. დასაკეთებ რაფაელ Τι να κάνω, რას უნდა ვაკეთებდე κάθομαι εδώ. აქ ვდგავარ Και τι κάνεις და εδώ. აქ რა საკეთებ Τίποτα, χαζεύω. არაფერს დრო გამყავს Χαζέψατε όλοι. ყველა ერთად გასულელდით Τι με κοιτάς. რას მიყურებ ამდენი ხანია წასული ვიყავი ჩამოვედი და დავინახე არსენიმ გამოიარა ჩვენი სახლისკენ Τι έχει. დაუძახე და არც კი გამოუხედავს რა სჭირს საბოლოოდ გაგიჟდა გონება ისევ ბერებზე აქვს გადართული Το έχει και πουθενά αλλού. სხვა რაზე უნდა ქონდეს Να κοιμάται όλο. ღვიძავს თუ ზინავს სულ ამაზე ფიქრობს იოანინაში წავიდა მღვდელ მთავართან Και ζήτησε. ითხოვა რომ ბერი გამხდარიყო საბედნიეროდ უკან გამოუშვეს რადგან ჯერ არასრულწლოვანია Άστον, να τον φτιάξω. შეეშვი მე მივხედა Καλά. ასე ადვილი არ არის Ξέρεις იცი რა მაგიჟებს თითქოს ის არ კმარა რომ მთელი დღე გალობს და ლოცულობს სხვა ბავშვებსაც აგროვებს და ელაპარაკება Τα έχουμε κάνει. შეიძლება მათ მშობლებთან უსიამოვნება შეგვექმნას შეეშვი მეთქი ისეთ რამეს ვეთქვი ყველაფერი თავდაყირა ამოუტრიალდება Τι θα του πεις. რა სიტყვი Με τη θεωρία του Νταρβίνου. დარვინის თეორიის შესახებ მოვუყვები Ποιος είναι αυτός. ეგ ვინ არის Να τον ξέρω. არიცი Όχι. არა Ποιος είναι αυτός. ვინ Ένας არის επιστήμονας. გამოჩენილი მეცნიერია Τι έκανε. და რა გააკეთა Θέλησε τον სახეობათა განვითარების შესახებ ლაპარაკობა Πως όλα στα ვერ παιδιά გავიგე. εξελίσσονται. ამბობდა რომ ბუნებაში ყველაფერი ვითარდება მცენარეები ცხოველები ადამიანები გაიგე Δεν καταλαβαίνω. ვერ ხვდები რა გინდა რომ გავიგო მინდა გაიგო რომ ადამიანი ვითარდება ახლა არ მითხრა რომ ადამიანისა და ევას შესახებ ზღაპრის გჯერა Τι λες. რა ზღაპარი რას ამბობ არცენი ჭკვიანი ბიჭი ხარ ჯერა რომ ღმერთმა თიხამოზილა სული შთაბერა და ადამი შექმნა შემდეგ იმისი ნეკნისგან ევა Ναι. Γιατί εσύ ხო δεν το πιστεύεις. რა იყო შენ არ გჯერა Τι გελάς, Κώστα. რა გაცინებს კოსტა აბა ეს ყველაფერი როგორ მოხდა დარვინის სახეობათა განვითარების თეორიაში ამბობს რომ პრიმატებისგან ვართ წარმოშობილი Να გελάσω εγώ. ახლა მე გავიცინო როგორ შეიძლება რომ ეს მომხდარიყო ერთ წამში არ მოხდარა მილიონობით წლების განმავლობაში ხდებოდა თანდათან ვითარდებოდა რა ვითარდებოდა განა პრიმატი შეიძლება ადამიანი გახდეს და თიხა შეიძლება ადამიანი გახდეს ღმერთი ყოვლის შემძლეა
იმ ზღაპრების გჯერა, რომელსაც დედა შენი და ბებია შენი გიყვებოდნენ. ღმერთი არსებობს, მაგრამ ის უზენაესი ძალაა. მხოლოდ ესაა, მეტი არაფერი. მეტი არაფერი? და ქრისტე ვინაა? ქრისტე? ქრისტე გამორჩეული ადამიანია, ამას არ უარყოფ. ეს ისტორიულად დადასტურებულია, მაგრამ ადამიანია. და არა ღმერთი. და ვინ ამბობს ამას? ვინ ამბობს? მე უნივერსიტეტში დავდივარ. მოხუც ბებიებთან არ ვზივარ და მათ ზღაპრებს არ უსმენ. ქრისტე ღმერთია. დედამიწაზე მოვიდა, ჩვენი ცოდებისთვის ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მედი. ისევ დაბრუნდება მეორედ მოსვლისას, რომ ყველგან საჯოს. ვინ ახარ რომ აღდგა? მენელსასხებლე დედებმა ნახეს, მისმა მოწაფეებმა ნახეს და მორჩი ჩემთან სისულელეების ლაპარაკს. სისულელეების შენ გჯერა და შეწყვიტე, თავიდან ამოიგდე. უკვე გაიზარდე, ბავშვი აღარ ხარ. ქრისტე გამორჩეული ადამიანი იყო და სიყვარულსა და სამართლიანობაზე ქადაგებდა. ეს მანამდე სხვებსაც გაუკეთებიათ. ამას ფილოსოფოსებიც აკეთებდნენ, ეს ბუდამაც გააკეთა, მაგრამ ის ადამიანი იყო, ადამიანი. გესმის? მეტი არაფერი. როგორც მე და შენ ვართ ადამიანები. სად მიდიხარ? მოდი აქ, არსენი. სად მიდიხარ? არსენი. სადაც არ უნდა გაიქცე, ეს არ შეიცვლება. მაპატია ჩემო ქრისტე. მაპატია რომ არ დაგიცავი კოსტას წინაშე. მაპატია. მაგრად უნდა წამომერტყა მისთვის. მაპატია. მიუტევე მას. არ იცის რას ამბობს. უფალო იესო ქრისტე. შემიწყალე მე. უფალო იესო ქრისტე. შემიწყალე მე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. გამარჯობა რაფაელ. რა მოხდა, იპოვე? ვიპოვე, მაგრამ არ ვიცი დაიკარგება თუ არა. რას გულისხმობ? ისეთი ცეცხლი შემონთი აქეთ-იქით დარბის. მითხარი რა მოხდა? ძალიან სახალისო იყო. უთხარი რომ ადამისა და ევას ისტორია ზღაპარია. დარვინის სახეობათა განვითარების თეორია ავუხსენი, მაგრამ როცა ვუთხარი რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, კინაღამ გაგიჟდა. ვიფიქრე რამე დაემართებოდა. მერე კი გაიქცა. რას ამბობ, კოსტა, რას ამბობ? მხოლოდ დარვინის შესახებ უნდა გეთქვა? ეს რა ჩაიდინე? ახლა არ მითხრა რომ შენს გჯერა ამის. გიჟები ხართ? ასეთი რა გაგიკეთეს? საწავიდა. კოსტა მითხარი საწავიდა. ნუ ღელავ გადაულის. ხო, მითხარი საწავიდა. დინარისკენ. ნუ ღელავ მეთქი. უფალო. გთხოვ, მინიშნება მომეცი. გთხოვ, გამოჩნდი. არსენი! არსენი, სად ხარ? არსენი! სად ხარ, უფალო? გთხოვ, რაიმე მინიშნება მომეცი. გთხოვ. მიყვარხარ, უფალო. მიყვარხარ. გთხოვ, რაიმე მინიშნება მომეცი. არსენი! არსენი, კოსტა სისულელეებს გეუბნება.
არსენი! არსენი! არსენი, თუ დამალული ხარ, გამოჩნდი! გესმის ჩემი? არსენი, კოსტა წყვილებს გეუბნება! უფალო, თუ გესმის ჩემი, მინდა რაღაც გითხრა. თუნდაც ისე რომ იყოს, როგორც კოსტა ამბობს. მე მაინც მეყვარები. რადგან დედამიწაზე ადამიანად მოხვედი და შურის გამო ჯვარზე გაგაკრეს. რადგან სიყვარულსა და სამართლიანობაზე გადაგებდი, მუდამ მეყვარები. მთელი გულით და სულით მეყვარები. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. 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 მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. 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 კოსტა! მოდი მითხარი, ვინ არის ადამიანი? ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჩემი სწამს, კიდეც რომ მოკვდა სიცოცხლებს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. გესმის კოსტა, გესმის? მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჩემი სწამს, კიდეც რომ მოკვდა სიცოცხლებს. გესმის კოსტა?
გესმის? მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჩემი სწამს კიდეს რომ მოკვდეს. ვისაც ჩემი სწამს კიდეც რომ მოკვდეს სიცოცხლებს. გმადლობ. გმადლობ. სად იყავი? Τι έπαθες? რა მოგივიდა? Είσαι καλά, τι კარგად ხარ? რა მოგივიდა? არსენი, რა მოხდა? გაგიჟდა. მითხარი, ჩემო ბიჭო, რა მოხდა? ქრისტე ვნახე დედა. ქრისტე ვნახე დედა. მე ის ვნახე დედა. რას ამბობ? მე ის ვნახე დედა. ქრისტე ვნახე. ქრისტე ვნახე დედა. ქრისტე ვნახე.